მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს გვერდზე, მაგიური სამყარო. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იწერს ჩემს გვერდს და ძალიან გთხოვთ, ეს არ არის რთული, გამოიწეროთ, გააზიაროთ თქვენ სოციალურ სივრცეში ჩემი ვიდეოები, რათა სხვა ადამიანებმაც გაიგონ. და ეს იქნება თქვენი მადლიერება იმისათვის, რასაც მე თქვენთვის უფასოდ ვაკეთებ. ნუ გეზარებათ და ლაიქება, და კომენტარება, გაზიარება, გამოწერა და ასე შემდეგ. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ 18 თებერვალს დაიწყო მარათონის რეგისტრაცია. მარათონის რეგისტრაცია სრულდება 28 მარტს. და იწყება როგორც ყოველთვის ჩვენი მარათონი ყველა თვის დასაწყისში. ამისათვის პირველი მარათონის ფასი არის 35 ლარი, მეორე, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ $35. უბრალოდ გზავნით 35 ლარიან ან 35 ლარიან ქვითარს, თქვენი სახელი, გვარი არ არის საჭირო. Даже სახელიც არ არის საჭირო, უბრალოდ ქვითარი, მაგალითად, ქვითარი მინდა მარათონის მეორე ეტაპი. მარათონის მესამე ეტაპი, რომელი ეტაპიც გნებავთ, რა თქმა უნდა, სასურველია პირველიდან დაიწყოთ და გაყვეთ. უბრალოდ ქვითარი მარათონის რომელი ნომერი გნებავთ და როდესაც გავიღვიძებ, გამოგიგზავნით ლინკს ჩაგსვავთ მარათონში, Telegram ლინკს რა თქმა უნდა და როდესაც ესე თქვათ, პირველი რიცხვი იქნება, ყველა თვის პირველ რიცხვში ჩემთან იწყება მარათონი. უკვე დავასრულოთ ჩვენ მესამე ეტაპი, ვიწყებთ მეოთხე ახალ ეტაპს და ახალი ხალხით შემოგვიერთდა პირველ მარათონზე, მეორე, მესამე და ასე გავაგრძელებთ უსასრულობამდე, სანამ მე ხალხს დავჭირდები. გამონაკლისი იქნება დაწყება ამ თვეში, მეგობრებო, იმიტომ რომ მოგეხსენებათ 1 მარტს არის ჩემი დაბადების დღე. როგორც ყველა ადამიანს, არ ვიცი, შეიძლება ყველა ადამიანს არა, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე. ვგიჟდები საჩუქრებზე, ვგიჟდები, ესე თქვათ, ყურადღებაზე და ასე შემდეგ. რაც შეეხება ანგარიშის ნომერს, რომელიც თაც უნდა ჩარიცხოთ თქვენ ნებისმიერ ვალუტაში, ასევე გზავნილით შეგიძლიათ ისარგებლოთ. აი ამ ვიდეოს ქვეშ იქნება საქართველოს მხოლოდ საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი. ასევე მე მაინტერესებს ახლა 20 და 30 და რამდენი ათასი ადამიანი მიყურებს, ეგ ცალკე თემაა, მაგრამ აქედან ნახევარსაც კი არ აქვს ჩემი გვერდი გამოწერილი, რაც ძალიან სამწუხაროა. მაგრამ ძალიან ბევრი 1000 ადამიანი უყურებს ჩემს ვიდეოებს. მე მაინტერესებს, რამდენი ხალხი მაფასებს, რამდენი ხალხი მადლიერია, რამდენი ხალხი როგორ არის მადლიერი, ამიტომ რადგან მოდის ჩემი დაბადების დღე, 1 მარტს, მე ვდებ ჩემს ანგარიშს და თქვენი კეთილინებით, თქვენ შეგიძლიათ გამოხატოთ მადლიერება იმისათვის, რასაც მე თქვენთვის სრულიად უფასოდ ვაკეთებ. დიდი მადლობა ამისათვის წინასწარ. ასევე შეგიძლიათ გადმოგბრძანოთ ლინკსაც მე დავურთავ Telegram-ის უფასო ლინკზე, სადაც იდება ყოველდღიური სიახლეები, გაზიარებები, ბევრი რაღაცებს ვდებ მე იქ და ხმამაც რო არ შეგაწუხოთ, შეგიძლიათ დაამუტოთ და ესე ვთქვათ, უკაცრავად და როდესაც თქვენ გენებოთ, მაშინ შებრძანდეთ. ბოლო-ბოლო მსოფლიოს ხალხი ყველა ქვეყნიდან ყველაფერს ვდეფიქ, რასაც ხალხი უსრულდება მათი გამოცდილებებს და ხონდა იცოდეთ ფულს რა შეიხდით. ამასთანავე გეტყვით, რომ ჩემთან კონსულტაცია მეგობრებო ძალიან დიდი ხანია უკვე და რა ვიცი და ასევე სხვადასხვა ასე ვთქვათ რიტუალებს აქვს ერთი და იგივე ფასი, ჩემთან კონსულტაცია ღირს $100 და ნებისმიერ რიტუალს მე ვაკეთებ, მეგობრებო, კონსულტაციის გარეშე მე ვერ მივიღებ ვერანაირ ადამიანს, თავის ამბებს რომ იყვებიან, რატომღაც ძალიან ბევრ დროს ხარჯავ ამაში, იმიტომ რომ სულ ამას ვიმეორებ. თუ მაგია გნებავთ,
მაშინ კონსულტაციაზე უნდა მობრძანდეთ. ტყუილად მე დროს ძალიან დიდი ბოდიში იმდენი ხალხი მყავს, ვერავის ვერ დავახარჯებ. ანუ, როდესაც მწერთ გამარჯობათ, მინდა კონსულტაცია, გეგზავნებათ ყველანაირი მონაცემი, უნდა ჩარიცხოთ თანხა თუ გნებავთ მობრძანება და თანხას როდესაც ჩარიცხავთ, მიგიღებთ, როდესაც ქვითარს ნახავ გათენდება, მიგიღებთ იმავე დღეს, მეორე დღეს გააჩნია რომელ ქვეყანაში ბრძანდებით და გიპასუხებთ. კონსულტაციის გარეშე ვერაფერს მეუბნებიან, მინდა მიბმა, მინდა ეს. როგორ მიგაბა ადამიანი, როდესაც კონსულტაციაზე შენი ფოტოები არ მინახია, შენი საყვარელი ადამიანის იქნება ჯადო აქვს და საერთოდ არ გებმევა, იქნება მოგკლავს ეს კაცი და რატო გამოგართოთ ყოლა ფული რამეში. ამიტომ ძალიან გთხოვთ მეგობრებო, ყურადღებით მიუდექით საქმეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირადში არანაირ ინფორმაციას მე არ ვიძლევი მარათონის შესახებ, იმიტომ რომ ვიდეოებში გასაგებად და ტელეგრამზე გასაგებად წერ, ამიტომ ძალიან გთხოვთ ყურადღებით მოისმინოთ, რომ 28 მარტს სრულდება რეგისტრაცია და ყველათვის პირველ რიცხვში, უბრალოდ ჩემი დაბადების დღე არის გამონაკლისი, ყველათვის პირველ რიცხვში იწყება მარათონი. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ეტაპი და ასე შემდეგ ჩვენ ვაგრძელებთ ყველათვე ახალ ეტაპს, ხალხი გვემატება და ასე შემდეგ. მარათონი არის, ვინც პირველად უსმენს ვიდეოებს მათთვის, ვისაც უნდა 360 გრადუსით სრულიად სიტყვის მნიშვნელობით, იმიტომ რომ გადაბრძანდით და წაიკითხეთ ტელეგრამზე, რას წერენ ჩემი კლიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ქართველები, ვისაც უნდა თავის ცხოვრების შეცვლა, სულიერების ასე თქვათ, თავისი სულიერება რა არის უკაცრავად ჩემი ქართულისათვის, თავის ფსიქოლოგიის გაძლიერება, თავისი, როგორ გითხრათ, ადამიანი უნდა იყოს ფსიქოლოგიურად ძლიერი, სულიერად უნდა იყოს ძლიერი, ხო? რომ გარკვეულ პრობლემებს გაუმკლავდეს, თავისი მინუსები, პლუსები, თავი უნდა შეიცნოს. და თუ ადამიანმა საკუთარი თავი ვერ შეიცნო, ის ვერც ბედნიერ ცხოვრებას, ვერც წარმატებას მიაღწევს, ვერც კარიერაში, ვერც პირადში და ვერც ვერაფერში. ასევე ჩვენ ვსაუბრობთ ჯანმრთელობაზე, სილამაზეზე და ეს არის ერთადერთი მარათონი, რომელსაც ანალოგი არ აქვს არსად, სადაც მე გარკვეულ საინტერესო გამორჩეულ ინფორმაციას ვაწვდი ადამიანებს, რასაც არავინ არ აწვდის. ეხლა გადავიდეთ მე, რადგან ყველას უყვარს ფული და ყველას უყვარს კარგი ცხოვრება, მე ძალიან მიყვარს ფული, მე ძალიან მიყვარს ჩემ თავზე ხარჯვა, მე ძალიან მიყვარს კარგი ცხოვრება, კარგი ცხოვრებას გააჩნია ვინ რას ეძახის, მე კარგ ცხოვრებას ვეძახი იმ თანხას, რომელთაც შენ შეგიძლია შობელს, შვილს, საკუთარ თავს, ყველას უყიდო ჯანმრთელი ცხოვრება და სიმშვიდე და არა ბრილიანტები, ხო? ბრილიანტები ძალიან კარგია, მაგრამ პირველ რიგში საუკეთესოა, საჭიროა ჯანმრთელობა, ჯანმრთელობა სჭირდება ფული, ჯანმრთელობა სჭირდება ფსიქიკა, ძალიან კარგი ფსიქიკა რომ გქონდეთ, გჭირდებათ თანხა, რომ შვიდად იცხოვროთ. ფული ბევრს გონია, რომ არის სიმდიდრე, სახლები, კარი, მანქანები და ოქროულობა. ჩემთვის მე ვარ ძალიან უბრალო ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან დიდი შემოსავალი მქონდეს, მაცივე ძალიან უბრალოდ ვცხოვრობ, ძალიან ვერ ვიტყვი, მაგრამ ასე თქვათ, უბრალოდ და ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის პირველი არის მთავარი სულიერი სიმშვიდე, ჯანმრთელობა და ამ ყველაფერს ვიტამინებს, სულიერ სიმშვიდე სჭირდება კარგი ცხოვრება, სიმშვიდე, შრომა, ამ ყველაფერს სჭირდება ფული მოგეხსენებათ, სტაბილურობა მოდის ცხოვრებაში მხოლოდ მუდმივი შემოსავლით. მუდმივ შემოსავალს რომ მიაღწიოს ადამიანმა, სჭირდება კარგი ცოდნა, ესე ვთქვათ, და ამ თავისი ცოდნის კარგად გამოყენება, რომ ხალხისათვის მისაღები და სასურველი იყო. 2-3 სიტყვას ვიტყვი იმ ადამიანებზე, რომელსაც მე ამაზე მარათონშიც ვისაუბრე. მარათონში რაც ვისაუბრე, რა თქმა უნდა, ბევრს აქ არ ვიტყვი. ადამიანებს, რომელთაც უჭირთ ფულის შოვნა. ცოტა შორიდან მოვუვლი მე ამ ყველაფერს. უკაცრავად მეგობრებო, თქვენ იცით ლაივ რეჟიმში ვწერ, წყალს დავოლევ.
მე ცოტა შორიდან მოვული ამ ყველაფერს და მე გეტყვით რომ საერთოდ ფული და ეს სიმდიდრე ერთ-ერთი ფაქტორი რომელიც წინაპრებისაგან გადმოეცემა ადამიანს ენერგიით. ერთ-ერთი ფაქტორი, თორე ბევრი ღარიბი ადამიანი ვიცით ჩვენ. უყურეთ რა ხდება. როგორც წყევლა ადამიანს, როგორც ჯადო, მაგალითად, ბევრი ოჯახი ხო, ოჯახის ჯადო ვისაც აქვს ხომ, არის დაწყევლილი. მაგალითად, ბებია იყო და ესეთი და რაღაცა დაავადება ჰქონდა, იმის შულსაც ესეთი ჰქონდა, იმის რძალსაც ესეთი, ანუ თაობას გადაეცა. მაგალითად, მამაკაცები იმის ოჯახში წკდებოდნენ, სულ გარკვეულ ასაკში, იმის ოჯახში წკდებოდნენ, შვილიშვილის იმაშიც დაიღუპნენ და იმ შვილთაშვილის, ანუ ჯადო, რომელიც წინაპრებისაგან გადმოეცემა, ნებისმიერ სახით ეს იქნება ბედის ჩაკეტვა, ანუ გაუთხოვრობა, ჯანმრთელობის პრობლემები, ასევე დაცვაც ადამიანს მოყვება ზოგიერთ ადამიანს წინაპრებისაგან. მაგალითად, ზოგს საერთოდ ვერ გაუკეთებ სიტყვაზე ჯადოს, ვერანაირს, გაუკეთებ, მაგრამ ძალიან რთულად, იმიტომ რომ წინაპრებისაგან მოხვება ლოცვა და დაცვა, იმიტომ რომ მათ ოჯახს იმდენად უყვარდათ ერთმანეთი, რომ ჩვენი წინაპრებია ოდითგანვე აკეთებდნენ სერიოზულ მსხვერპლს შეწირვებს, სერიოზულ რიტუალებს, ჩვენ მონაგონები ვართ, ჩვენი წინაპრები ისეთებს აკეთებდნენ და იცავდნენ თავიანთ ოჯახს. მე ეს ოჯახი შვილი დაებადებოდათ, იმ შვილს უკეთებდნენ სპეციალურ რიტუალებს, ხო? და ესე, როდესაც აი ადამიანი არ გინახიათ, ბებია ან ბაბუაც მედგრად დგას, კარგი ოჯახი აქვს, ფინანსურადაც კარგად არიან, შვილი ყავთ, შვილიც ფინანსურად კარგად არის, შვილიშვილს და აი არაფერი მათ ოჯახს არ ეხება, არც უბედურება, არც არა კარგად ცხოვრობენ ესე რა, აი მთელი ეს წინაპრები და შთამომავლობა. მაგრამ აი ოჯახი გინახიათ, ხო, სულ ყველას რაღაცა ემართება. ასევე, როდესაც ერთ-ერთი ფაქტორი, რატომ არ შეიძლება ადამიანს რომ ჰქონდეს, რატომ შეიძლება რომ ჰქონდეს ერთ-ერთი ფაქტორი ვიმეორებ და არა მნიშვნელოვანია როგორც და არა მთლიანი ფაქტორი. ერთ-ერთი ფაქტორი, თუ რატომ არ გაქვთ თქვენ ფული, მოგზდებთ თქვენი წინაპრებისაგან. იმიტომ რომ ხა ყველას ოჯახში არ უყვარს ერთმანეთი, ხო? მე ვიცი და-ძმას აგერ სასაფლაოში უმარხავს რაღაცას, ძმა-ძმას მტრობს, და-დას მტრობს, ბიძაშვილი მამიდას რომ ეხა ესეთი ოჯახი ერთმანეთს როგორ შეაკავშირებს და დაცვის რიტუალს როგორ გაუკეთებენ ერთმანეთს, ან ფინანსურად როგორ გაძლიერდებიან, ხო? ამიტომ ადამიანს მოსდგავს ბებიისგან, იმისგან, ამისგან უფინანსობა, უბარაქობა. ამ ყველაფერს მივყავართ ენერგეტიკამდე. სულ მე ამას ვაპარაკობ, რომ ადამიანს, როდესაც აი ზოგს არის მაგალითად ჯანმრთელობის ენერგია აქვს ძალიან დაბლადაწეული. ადამიანს, რომელსაც ფინანსების ენერგია აქვს დაბლადაწეული, ხო? ამას მეგობრებო რო იძახიან, რომ აი სანთლის დაანთებით და რაღაცა მედიტაციებით კი მედიტაცია როგორ დაეხმარება ადამიანს, როდესაც შავი ჯადო აქვს ადამიანს გაკეთებული და ადამიანი იტანჯება. მე მყავდა ახლა წინაკვირაში ადამიანი, რომელმაც ნეკრომაგია ჰქონდა გაკეთებული და ძვლები ბოდიში ამ სიტყვაზე, გული აერეია ადამიანს და ძვალი ამოაფურთხა. მითხრა რომ ქალბატონო სოფიო არანაირი ქათმის ხორციც არ მიჭამია, გუში მჭამე რაღაცა კიტრი და პამიდორი, შემწვარი კარტოფილი, ბურღული რაღაცა გრეჩკა, ხო? გრეჩხას ეძახიან რაღაც ქართულად, არ ვიცი რა ქვია მაგას, ბურღული და არაფერი დილა შემწვარი კვერცხი, არაფერი არ მიჭამია საერთოდ. ადამიანმა გახსნების მერე ამოაფურთხა ძვალი და დაისვენა ადამიანმა, რო გამომიგზავნა, როგორი ფოტო ჰქონდა, დაჟე 4 დღის მერე მე გავოცდი, ანუ ადამიანს ჭამდა შიგნიდან ესე ვთქვათ, ეს ნეკრომაგია, ხო? ხოთაშორის ძალიან ესეთი ახალგაზრდა ადამიანია. ამიტომ მეგობრებო, როდესაც საქმე დგება უენერგიობაზე,
უფულობაზე პირველ რიგში უნდა ვეძებოთ მიზეზი, რატომ ხდება ჩვენ თავს ეს ყველაფერი. მე მარათონში ამაზე ვისაუბრე და გაკვირთ ვიტყვი, როდესაც ჩვენ ცხოვრებაში რაღაცა ცუდი ხდება, ცხოვრება გვაძლევს როგორ ვთქვათ, ხელს გკრავს ყოველთვის, ყველა ადამიანს, ანუ თუ თქვენ ცუდი რაღაცა დაგემართათ, მადლობა გადაუხადეთ. სამყაროს რომ სამყარომ გაგაფრთხილოთ. ანუ ესე იგი შენ რაღაცას არ აკეთებ შემოკარგო კარგად, არ დგახარ კარგ რელსებზე. ანუ ცხოვრებამ გაგაფრთხილა შენ რომ ცუდი რაღაცა მოხდა შენ ცხოვრებაში და შენ თუ ყურს არ შეიბერტყავ და ამ მიზეზებს არ აღმოფხვრა თქვა, იქ ჯადო გაკეთებული, ზოგს ჯადო არ აქვს გაკეთებული, ზოგს მაგალითად სხვა რამე სჭირდება, ზოგს რაღაცა სხვა პრობლემა აქვს, თავის თავში აქვს რაღაცა გამოსასწორებელი, ხო? შენ თუ ამას არ გამოასწორებ, უარესი უბედურებაში ჩავარდები. ანუ უარესი დაგემართება, ხო? ამიტომ ადამიანები ამას არ უკვირდებიან. ამ და სხვა მრავალ თემებზე მე იმიტომაც ვსაუბრობ ჩემი მარათონის მერე, იმიტომ იძახიან ადამიანები, რომ თვალი ამეხილა, ჩემი ცხოვრება გამოვასწორე, ჩემი ცხოვრება სხვანაირად მიმყავს, რომ მე იქ ისეთ დონეზე და ისეთ სიღრმისეულად ვლაპარაკობ ყველაფერზე, ადამიანმა საერთოდ რო აღარაფერი გაიკეთოს, მე ალბათ თავის ცხოვრებას ძალიან კარგად წაიყვანს. ასე თუ ისე თუ რა თქმა უნდა მანამდე არ აქვს რამე ადამიანს გაკეთებული. ამიტომ მეგობრებო, ენერგეტიკა ადამიანის რითია დაბინძურებული, როგორ არის, მით უმეტეს როგორ სამყაროში ვცხოვრობთ, ფულის შოვნა ძალიან მნიშვნელოვანია, აქვს სხვადასხვა მიდგომები, მე ამაზე სულ ვსაუბრობ ტელეგრამზე, ფულის შოვნა არის ადვილი, მაგრამ როდესაც საკუთარ თავს შეიცნობთ და გამთლიანდებით, საკუთარი თავის შეცნობა გეხმარებათ იმაში, რომ არა მარტო ფული იშოვო, არამედ შენი ცხოვრება ისე წაიყვანო, რომ ეს ფული კარგად განკარგო. მარტო ფულის შოვნა არ არის, მეგობრებო. თავარია განკარგვა. ფულს ბევრი ადამიანი შეულობს, მაგრამ 5-6 ადამიანს ინახავს იმაში, რა ქვია, საქართველოში და ეს ადამიანები 10 წელიწადში და 20 წელიწადში და 5 წელიწადში ბოდიში და ვითომ აღარც იცნობენ, საკუთარი შვილები ატოვებენ დედებს, სახლში აღარ უშვებენ, ნათესავები ფულის გამოგზავნას რო შეწყვეტს, ეჩხუბებია რომ მიდი რატო დაბერდი და მიდი კიდე გამოგზავნე. ანუ ესეც ფულის შოვნა, მაგრამ როგორ ხარჯავს ადამიანი, აი ეს არის მთავარი. ამიტომ აი ამას ვასწავლი მე ჩემს მარათონებზე, ამას ვუკეთებ მე ჩემს წმენდებში, ჩემს ბარაქის რიტუალებში, ადამიანებს ცალკე ვარიგებ, ვატრენინგებ, ესე ვთქვათ, რომ ადამიანებს ფსიქოლოგიურად კიდევ ცალკე ვეხმარები ნებისმიერი რიტუალის დროს, რომ და ასევე კონსულტაციაზეც კი თუ ადამიანი ჩემთან რამეს იკეთებს, რა თქმა უნდა, რომ ადამიანმა კარგად წაიყვანოს თავისი ცხოვრება და თავისი მინუსები, რაც აქვს ადამიანს, ის გამოასწოროს. მარტო რიტუალისთვის არ მოდის ჩემთან ხალხი. ადამიანს, როდესაც სჭირდება საუბარი და პირად კონსულტაციაზე, ადამიანები ისედაც ეწერებიან. ეხლა მე მინდა გავაკეთო ძალიან კარგი ფინანსური რიტუალი. თქვენ არაფერს გაკეთება არ გჭირდებათ, ერთადერთი ნებისმიერი კარტა ან მაღალი ფულის კუპიურა შეგიძლიათ წინ დაიდოთ, უბრალოდ დაანთოთ, ან მე ქეში არ მქონდა ეხლა მაგალითად და ბარათის კარტის დადებას აზრი არ აქვს, ამიტომ თქვენ დაიდეთ. დაიდეთ კარტა, ან მაღალი ფული, რაც გაქვთ, 50-იანი, 100-იანი, 20-იანი, მნიშვნელობა არ აქვს, აანთეთ სანთელი და მე ვიტყვი ლოცვას და თქვენ, ესე ვთქვათ, დახუჭეთ თვალები. უმჯობესი იქნება თუ მარტო იქნებით ოთახში და ძალიან დაგეხმარებათ ეს რიტუალი, რომ ესე იგი თქვენი ფინანსები ასე თუ ისე ოდნავ მაინც წინ წავიდეს, იმიტომ რომ მოგიხსენებათ
ეს რიტუალი არ არის ინდივიდუალური, მე არ ვიცი, ყველა ადამიანს რა გჭირთ თქვენ, რა პრობლემის წინაშე გახართ, ბევრი ადამიანი ზოგი იწერება, რომ იცით რა არის, ერთი თვე ვუყურე თქვენს ვიდეოს და აი მე მგონი არ გამოვიდა ხაზზე, არ გამოვიდა. იცით მეგობარო, თქვენ მე არ ვიცი თქვენ რა გჭირთ, თქვენ იქნება ნეკრომაგია გაქვთ, თქვენ იქნება სასიკვდილო მაგია გაქვთ. ან თქვენ კაც რა აჭამეთ, რა გაუკეთეს და უკაცრავად როგორ უნდა გამოვიდეს ხაზზე, ხო? ანუ ყველაფერი არის მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი რიტუალები არის ონლაინ რიტუალები ძალიან ძლიერი, ადამიანებს ინდივიდუა და ყველას უხდება, ყველა წერს, რომ აი მომიხდა, აი მომიხდა, აი მომიხდა, აი მომიხდა. მაინც თქვენ თუ მძიმე პრობლემები გაქვთ, მხოლოდ ვიდეო რომ ვერ გიშველით, ეს ფაქტია მეგობრებო, მაგრამ მე თქვენთვის ყველაფერს ვცდილობ. თვალები დახუჭეთ, კონცენტრირდით, რომ თქვენი ბანკის კარტა წინ დაიდეთ. კონცენტრირდით. შვიდად იყავით, წყნარად იყავით. და წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ბანკის, ესე ვთქვათ, კარტა, მოდი ესე ვთქვათ, მიერთებულია დამტენზე. აი ხო, ესე ჟღერს, აი წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ბანკის კარტა არის მიერთებული დამტენზე. როდესაც როგორც ტელეფონი იტენება. ძალიან დაგიხმარებათ ეს ვიღაცა შეიძლება ესე მოიჩვენოს, მაგრამ ეს ძალიან დაგიხმარებათ აფირმაციაში. წოთით მეგობრებო, ჩაქრას ანთელი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ბანკის კარტა, რომელიც თქვენ გაქვთ, დაგიძახეს სამსახურიდან დაიტანა 20%-ზე. თქვენი საფულე, თქვენი კარტა ყოველდღიურად ივსება. და იყოს ასე. ამინ. და იყოს ასე. ამინ. წარმოიდგინეთ, რომ რისი ყიდვაც გინდოდათ, იმდენი შემოსავალი გაგიჩნდათ, რომ აბსოლუტურად ყველაფერს ყიდულობთ. და იყოს ასე. ამინ. თქვენი ბანკის კარტა დაიტანა 50%-ით ამასობაში. დავიწყოთ პატარიდან. ყველაზე პატარა, რა სურვილიც გქონდათ, აი ყველაფერს იყიდით მომავალ დღეებში. და იყოს ასე. ამინ. და იყოს ასე. ამინ. მე მინდა გავაკეთო ესეთი რამ. როგორც აი აქ იყრება ეს ვარდის ფოთლები და შავი დასადები იფერება თეთრად, ესე გაივსოს თქვენი საფულე ფულით მუდმივად. თქვენს ოჯახს, თქვენ არასოდეს არ მოგაკლდეთ თანხა, შემოსავალი და ბარაკა. და იყოს ასე. ამინ. და იყოს ასე. ამინ. და იყოს ასე. ამინ. ერთი წუთით მეგობრებო, ეხლავე დასასრულში. ძღვენად ერთი წუთით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძღვენი ჩვენ დავდოთ. ასე ვთქვათ, ესეც ჩვენი ბანანი, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ბარაქის რიტუალის დროს ძღვენად დაუდოთ სამყაროს
და იყოს ასე, რომელი ადამიანიც ჩემს ვიდეოს უყურებს, ნიშნულობა არ აქვს რომელ დროს მის ოჯახში დღითი დღე ერთიანად არაფერი არ ხდება, მეგობრებო. ერთიანად არაფერი არ ხდება. ყველაფერს უნდა შრომა, მონდომება, სურვილი, მაგრამ ჩემს დალოცვას და ჩემს სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კიდევ ვიმეორებ, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ამ ვიდეოს უყურებს, რა დროც არ უნდა იყოს, რომელი წელიც არ უნდა იყოს. ვუსურვებ, რომ დღითი დღე გაეზარდოს თავისი შემოსავალი. დღითი დღე გაგეზარდოთ შემოსავალი, დღითი დღე გაგეზარდოთ ბარაკა, თქვენს ოჯახში იყოს ბარაკა, წარმატება, სიმშვიდე და რაც მთავარია, ბარაკა იყოს სტაბილური და იყოს ასე, ამინ. თქვენ მოგეხსენებათ, მე 28 რიცხვში ვაგზავნი ძალიან ბევრ სამაჯურებს, საფულეებს, ბარაქის ჩემთან ღირს $700, სამაჯურები $975. ნუ ეს მექსიკიდან ჩამოსული სამაჯურები და ჩემი გაკეთებულიც ასევე $975 ღირს, მეგობრებო. და ბარაქის რიტუალები ჩემთან ღირს $1300, $1500 გააჩნიათ თქვენ რა გჭირდებათ და როგორ გნებავთ. რა განსხვავებაა მე როდესაც ბარაქის რიტუალს ვაკეთებ, ან საფულეს, ან ასე შემდეგ. არავის არ ვეხები, მე არავინ არ მაინტერესებს, მაგრამ როდესაც მივლენ სხვა ადამიანთან, ხოლმე, ნუ ამას ჩემი კლიენტები ამბობენ, შეიძლება ბარაკა ჰქონდეთ ერთჯერადად, ან გაუმართლოთ, ან ბევრს არ უმართლებს, ან ზოგჯერ გაუმართლეს და ბარაკა ჰქონდეს, მაგრამ რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ ეს ბარაკა ადამიანები, რომლებიც ჩემთან მოდიან და იკეთებენ, ჰქონდეთ სტაბილურად. ანუ მილიონერები კი არ ხდებიან მეორე და მესამე დღეს, არამედ ბარაკა და შემოსავალი, რაც მათ უნდა ჰქონდეთ, აქვთ სტაბილურად. რა თქმა უნდა, ეხლა არსებობს გარკვეული თვეები, მაგალითად აგვისტო და იანვარი, როდესაც საერთოდ არაფერი არ მუშაობს, არაფერი არ იყიდება, ახალი წლის შემდეგ, როდესაც ხალხი ისვენებს და მოგეხსენებათ, ბარაკა კი არა, მსოფლიო ისვენებს, მეგობრებო და ვაჭრობა ჩერდება, თქვენ იცით, ამიტომ მაგას ბარაკას ნუ დააბრალებთ, იმიტომ რომ მსოფლიო ჩერდება, მაგ დროს მსოფლიოს ხალხი ისვენებს. დანარჩენი თქვენ როდესაც ჩემი ხელნაკეთი რა ნებისმიერი რამ გექნებათ, ესე ვთქვათ, არ მოგაკლდებათ არაფერი და ამას ასე ვთქვათ, როგორ ვთქვა ქართულად, მოწმობს კიდევაც იმდენი ადამიანები, რომლებიც მოდიან ჩემთან და უამრავ რიტუალს იკეთებენ. რა გითხრათ, მეგობრებო, დაგემშვიდობებით. ჩემთან ტელეფონის ნომერზე დაკავშირება შეგიძლიათ +1 718 506 2824. ერთი სიტყვის მოწერის შედეგადაც მე ავტომატურად გეგზავნებათ მესიჯი, თუ კონსულტაცია გინებავთ მესიჯის მერე არ არის საჭირო რომ მე დამეკონტაქტოთ, უბრალოდ გზავნით ქვითარს $100 რიცხავთ კონსულტაციისას და დილას მე გიკავშირდებით. რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ამ თვეში ეს ჩემი ასე ვთქვათ, ბოლო ვიდეოა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ვარ იუბილარი, მეც თქვენსავით ვემზადები, ამ თვეში ვფიქრობ, რომ მეტ ვიდეოს არ ამგონია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ვერ გპირდებით, არ მიყვარს სიტყვის გატეხვა, ვერ მოვასწრებ. ამიტომ რა ვიცი, მეგობრებო, წარმატებები მარათონზე გელოდებით ყველას. 2 მარტიდან ჩვენთან იწყება მარათონი. გელოდებით, უბრალოდ გამოგზავნეთ ქვითარი, 35, ვისაც პირველი ეტაპი უნდა $35, მეორე და მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ $35, გამოგზავნეთ ქვითარი და როდესაც გავიღვიძებთ, ჩაგსვავთ. წარმატებები, ბარაკა, ბედნიერება, მისურვებია თქვენთვის და იყოს ასე. ამინ, მეგობრებო.